მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენი მოკლე გაშლა. რა გაგახარებს თქვენ სულ მალე, ხო? ავიღოთ ჩვენ ახლა ვინც უყურებს თვის ბოლომდე, ხო? ვინც ცოტა მერე დაუშვათ 1-2 კვირა მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში, ხო? ახლა ვნახოთ როგორი ხართ თქვენ. სანამდე დასას ვამზადებთ, ესე იგი ეს არის არხი იმათის, ვისაც უყვართ მოკლე გაშლები, გრძელი გაშლები, სხვა არხზე არის ჩემთან ლინკი არის ვიდეოს ქვეშ, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ გრძელი გაშლები. ამავე დროს TikTok-ზეც კი შეგიძლიათ ნახოთ კიდე მოკლე გაშლები. ნახოთ როგორი გოგო გამოდის დღეს, ან როგორი ადამიანი გამოდის დღეს, რა ენერგიებში ხართ თქვენ, ახლა ვნახოთ. რა ენერგიებში მყავხარ თქვენ მე დღეს. გამარჯვებული ვარ, ყურუმი ვარ. მოკლედ რაღაცა ცხოვრებაში შეიცვალა თქვენთან, შეიძლება თქვენ დაუშვოთ ვიღაცას გაეხსნა რაღაცა ცოდნა, ისეთი ცოდნა, რომელიც თქვათ იყო თქვენთვის დახურული ვიღაცის შეიცვალა რაღაცა, ანუ მე მოვუგე ჩემს თავს, იმიტომ რომ ყველაზე საერთოდ კარგი ასე ვთქვათ, ასპარეზი უნდა გქონდეს მხოლოდ და მხოლოდ შენს თავთან, ხო? აქ ვიღაცა მოერია რაღაცა სიტუაცია, ვიღაცამ რაღაცა საიდუმლო შეიძლება გაიღო, ან გახსნა თავის თავში რაღაცა ისეთი რამ, რაც მას მიიყვანა გამარჯვებამდე, მაგრამ ზოგისთვის შეიძლება რაღაცა პერიოდი ცხოვრების დასრულდა ვიღაცა პარტნიორთან სხვათა შორის, ან გადახვედით ახალ ეტაპზე, ეგეც შეიძლება ვთქვათ. კიდე არ გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება ზოგმა მიიღო გადაწყვეტილება დაასრულა ურთიერთობა და თვითონ წავიდა თავისი თავი აერჩია რა. თუ თქვენ იყავით იდუმალი ქალი, რომელსაც არ აღიარებდა თქვათ მამაკაცი, ხო, შეიძლება მესამე პირი იყავით, ასე რომ ვთქვათ. აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ანუ ეს არის ჩემ თავს ვებრძოლე, მაგრამ გავიმარჯვე, იმიტომ რომ მე ჩემი თავი მიყვარს, მე ჩემი თავი ავირჩიე, არ მინდა ვიყო დამალული ხალი, მე მინდა ვიყო აღიარებული ხალი, ამიტომ მე ვირჩევ ჩემს თავს. და ეხლა შეიძლება ხართ მარტო და თქვათ ხართ დაკავებული თქვენი პირადი ცხოვრებით, თქვენი თქვათ შეიძლება სამუშაო, ზოგი თქვათ თავის პროფესიაში განვითარდება, ზოგი შეიძლება რაღაცას ფიქრობს ახლა, განულება რა, განულებული ხართ, მაგრამ შემიძლია გითხრათ ძალიან კარგად გამოიყურებეთ. ვიღაცამ უფრო წავიდა სამსახური, საქმე, ფინანსები, ანუ მაინტერესებს, მარტო ცხოვრობთ თქვენთვის, ხო, დაუშვათ თქვენს თავზე ფიქრობთ, უვლით თქვენს თავზე, შეიძლება ზოგი საერთოდ ელოდება ახალ პარტნიორს, ახალი სიყვარული ნამდვილად მინდა, იმიტომ რომ აქ ბედით სიცოლება, მაგრამ ჯერჯერობით ახლა ელოდებით თქვენ, არ იცით როგორ რა იქნება, არ იცით ბედი რას გიმზადებს, ხო? ვნახოთ ჩვენ რა გაგეხარდებათ ახლა თქვენ სულ მალე, ანუ პერიოდი ჩვენ ვთქვით, ვინც თუ გინდა თქვენი ვთქვით, მაგრამ მოკლე პერიოდი რა გაგახარებთ თქვენ, ვნახოთ ახლა ჩვენ. თუ იცანით, აქ რაღაც დიდი ცვლილება გელოდებათ, რაღაცა პერიოდი დასრულდა, მაგრამ თქვენ როგორ ხართ, იცით ძალიან ენდობით სამყარო მე მივიღებ შენგან ყველაფერს, რასაც შენ მე მომცემ და იმიტომ რომ აქ ძალიან ისეთი ადამიანი არის, იცით, აი სრულყოფილი ადამიანი, რომელიც სულიერად ძალიან ვითარდება და ეს სულიერ განვითარება ძალიან დიდი ცვლილები შეიტანა მის ცხოვრებაში და აქ ადამიანმა ისწავლა თავისი თავის სიყვარული, ისწავლა ბევრი სამუშაო ქონდა ძალიან დიდი ხანი და ბევრს მუშაობთ თქვენს თავზე, მაგრამ მოიპოვოთ აი აქ და თქვენი თავის სიყვარული მივხვდეთ, რომ მე თუ ჩემი თავი არ მიყვარება, არაფერიც არ შეიცვლება ნამდვილად და ამიტომ ხართ უკვე ესეთ განწყობაზე, რომ ნამდვილად რაღაც ბევრი სამუშაო ჩატარებული გაქვთ თქვენ თავზე. უბრალოდ ახლა არ იცით ეს რას მომიტანს დაუშვოთ, ხო? აი ნახოთ ჩვენ რა გაგეხარდებათ. ავიღებ ასე მე რამდენიმე და აროს აი ასე. რა გაგეხარდებათ? პირველ რიგში გაგეხარდებათ ის, რომ თქვენ აქ ნამდვილად მაღალმა ძალებმა შეისმინეს თქვენი აქ თხოვნა, ასე რომ ვთქვათ. თუ თქვენ ლოცულობთ, რამე რიტუალებს აკეთებდეთ, მე არ ვიძახე რაღაც ცუდ რიტუალებს, კაი რიტუალებს, ან თქვათ მედიტაციები ასე შემდეგ, აქ მაღალი ძალებმა თქვენმა საგვარეულო ნამდვილად შეისმინა თქვენი თხოვნა და აქ დიდი ცვლილება წამოვა თქვენს ცხოვრებაში, როგორი
კი, აი ძალიან ნახეთ სულ მაღალი არკანები. მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ თქვენ პირველ რიგში ნახეთ აქაც მაჩვენებს უკვე რომ თქვენ მიესწრაფებით რაღაცა სიუხვისკენ და ყველა ვარიანტში საგვარეულოს აქ მომზადებული თქვენთვის ძალიან ისეთი კარგი ცხოვრება, რომელიც თქვენ მოგიტან დიდ ბედნიერებას, რაც თქვენ დაიმსახურეთ. მიხვდით? და ვიღაცასთან წამოვა ძალიან აი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ძალიან კმაყოფილი იქნებით, რა თითქოს საგვარეულო გიხსნით თქვენ ამ გზას და გეუბნება რომ მოგცემ, იმიტომ რომ დაიმსახურე, შენ ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ იცხოვრო სიუხვეში. პლუს კიდე აქ შეიძლება ვიღაცას რაღაცა ახალი ნიჭი გაიხსნება, რომელიც თქვენ მე რა ქვია, თქვენ რომ მაგას განახორციელებთ, გაანვითარებთ და უბედნიერესი იქნებით და ფინანსურადაც კარგად იქნებით. ვიღაცასთან კიდე უფრო მეტად გაიხსნება რაღაცა ნიჭი, თუ იყავით უკვე თქვენ თუნდაც ეზოტერიკით დაკავებული, რაღაცა კიდე ახალი იხსნება, მაგრამ ეს ყველაფერი მოგიტანს თქვენ დიდ სიუხვეს, ბედნიერებას და ძალიან კმაყოფილი იქნებით. კიდე აქ მთავრდება თქვენი რაღაცა გულის ტკენა. აქ თქვენ მოერიეთ თქვენს თავს, ხო გითხარით, გამარჯვებული ხარ თქვენ ყველა ვარიანტში რა. თქვენ აქ თქვით რომ მე აღარ მინდა უკვე ფიქრი რამე ცუდზე, მე გამოვდივარ ამ ეტაპი, კი. რაც თქვენ ნერვებს გიშლიდათ, აი ეს ყველანაირი პერიოდი კიდე ფართუნა, აქაც ფართუნა იცვლება აბსოლუტურად. აი თითქოს წარსულს ბარდება ეს ყველაფერი, რაც კი თქვენ გაწუხდეთ და რაც თქვენ გულს გტკენდათ. всё, ეს უნდა წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან, უნდა შეიცვალოს ბედი თქვენსკენ არის. კი, გაკვეთილები ყველანაირად დაასრულეთ, მორჩა, დაასრულეთ თქვენ გაკვეთილები, ეს რაღაცა ფიქრები, ნერვიულობა, ეს ყველაფერი წავიდა. კიდე პერიოდი, აქ რაღაცა რთული პერიოდი დასრულდა, ურთულესი. даже შეიძლება თქვენ თვითონაც ახლა აი აქაც როგორი მომენტი ისეთ რომ მე არ ვიცი ახლა თქვენ რაღაცა ბევრი რაღაც მომენტები გქონდათ რთული, პლუს კიდე რაღაცა არჩევანის წინ შეიძლება იყავით და ვერ აკეთებდეთ იმ არჩევანს რა. რა აი როგორ მოვიქცე, რა ვქნა, რა გავაკეთო, იმიტომ რომ მე მინდა ბედნიერი ვიყო, მე მინდა ჩემი ცხოვრება იყოს ბედნიერი, მაგრამ ამდენი რაღაც პასუხისმგებლობა შეიძლება ზურგი რა არის, წელის ტკივილი გქონდათ ხო ვიღაცის, იმიტომ რომ ეს ყოველთვის არის იმისი ნიშანი, რომ შენ რაღაცა ძალიან აი შეიძლება სხვის ტვირთს ატარებ, კაი და ესეც შეიძლება იყოს და ნამდვილად აი რასაც თქვენ სთხოვდით დიდი ხანია უფალს, რომ ეს მინდა დამეხმარე უფალო, აი აქ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ეგ სიტუაცია თქვენ აქ შეგისმინეთ, თქვენ ანუ განიკურნებით თქვენ ეხლა ნამდვილად მოდის აი ისეთი ზამაგარი ენერგიები შემოდეს, შემიძლია გითხრათ, აი ჩქარა რაღაცა თუ შეიძლება გაჩერებული იყო, შეიძლება ზოგს ფინანსური თემებზეც გქონდათ თქვენ რამე აფირმაციებს აკეთებდეთ, რამე სთხოვდით, რამეს ელოდებოდით და თქვათ, იგვიანებდა, აქ უცბად შემოდის თქვენ ცხოვრებაში. ხო გეუბნები ზოგისაც კარგი სამსახურია, რომ ანაც ღაურება იქნება უმაღლესი დონის, თუ თქვენ დაუშვათ ვინმეს გინდოდათ რამე სესხის აღება, კი ბატონო, ზოგისთვის შეიძლება თქვენ აქ ფიქრობთ ბინის ყიდვაზე, ხო? აი ცოტა დაბლა ჩავედეთ, ხო? ანუ ეგაც მოდის თქვენ ცხოვრებაში, მხოლოდ ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ, კიდე რა მოდის, კარგი? კიდე რა განულება, როგორი რა იქნება. ანუ ისე მეუბნებიან, რომ აქ სიტუაცია იცვლება, აქ მთავრდება ადამიანის გულის ტკენა. აქ მიდიხართ თქვენ ახალ ცხოვრებაში, ახალში. всё, რაც იყო, აი დაუშვათ რაღაც არ ვითარდებოდა, რაღაც არ მიდიოდა წინ, რაღაც გაჩერებული იყო, ეს ამ ყველაფერს თქვენ მოერიეთ. შეიძლება ზოგი ელოდებოდა თქვა ახალ პარტნიორს, ხო, სიტყვაზე. და ზოგი შეიძლება იმას ვინს თქვა ახლა დაუშვათ იყავით პაუზაზე. შეიძლება ეს ადამიანის გამოჩნდება ან ახალი, აქ უფრო ახალი ადამიანი გამოჩნდება და რომელიც თქვენ ცხოვრებაში მოიტანს დიდ ბედნიერებას. კი ბატონო, სიხარულს, ბედნიერებას და აი ზუსტად ძალიან იცით როგორი მომენტი არის. აქ იქნება რაღაცა ეს ადამიანი იმდენად ჭკვიანი, იმდენად წარმატებული და იმდენად რაღაცა თქვენ ენერგიაში ზის რა,
რომელიც თქვენ ცხოვრებაში შემოიტან უდიდეს ცვლილებას. აქ შემოდის ვიღაცასთან, შემოდის ახალი სიყვარული თან ძალიან მალე, რასაც თქვენ გისურვებთ.